გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. დაკვირვებული ადამიანი შენიშნავდა, რომ რაც უფრო დრო გადის, ადამიანები თითქოს უფრო ერთგვაროვანი გახდნენ. აი ერთსახოვნება თითქოს დამახასიათებელი გახდა ჩვენი საზოგადოების, ზოგადად მთელი მსოფლიოსი. და ვხედავთ, რომ ამ ერთგვაროვნებისკენ მიისწრაფვის მთელი ეს ინდუსტრია, რაც კი ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ეს მანქანა, უდიდესი მანქანა მუშაობს ამ მიმართულებით. განსხვავების დანახვა ფაქტობრივად გართულდა, ძნელია უკვე შეამჩნიო, უბრალოდ შეამჩნიო, მაგრამ არა ყველა, განსაკუთრებულად თანამედროვე ადამიანი, ახალი ტიპის ადამიანი ამას ვერ ამჩნევს და უკვე ვეღარ ანსხვავებს, ვინ არის ბრძენი, ვინ არის სულელი, ვინ არის მოკეთე, სიკეთის მქნელი და ვინ არის ბოროტი, ზოგადად მორწმუნე ვინ არის ურწმუნო, ღირსებული ადამიანი ვინ არის უღირსი ადამიანი. ეს განსხვავებები თითქოს გაქრა. ეს თითქოს აღარ არსებობს და ამას ხელს უწყობს კიდევ სოციალური ქსელი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს ეს თავისი აზრები, ფილოსოფიური იქნება, პოლიტიკური, რელიგიური, აი რაც გნებავ და ყველგან ყველა საკითხში შეიძლება აღმოჩნდეს ექსპერტი და ამან შეუწყო იმას ხელი, რომ ადამიანი გახდა ერთგვაროვანი. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს რაღაც შემთხვევითი პროცესია, აშკარად რაღაც მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეს საკითხი და ეს რელიგიური კუთხითაც ჩვენ ამ მიმართულებას ვხედავთ. ამაში ხელს უწყობს მოდერნიზმი, თავისი მოდერნისტებთან ერთად და ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით. ახლა თუ პოლიტიკურად ავიღებთ, აქაც ერთგვაროვნება, თითქმის მსოფლიოს თუ დავაკვირდებით, თითქმის ყველგან დაახლოებით ერთი და იგივე მიმართულებით მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები, არსებობს ერთი ან ორი, შეიძლება მაქსიმუმ სამი ძალა, რომელიც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ერთმანეთს იმ განსხვავებებით, რომელიც იდეოლოგიურად არსებობს ამა თუ იმ საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი მაინც მართვადია ეს პროცესები და გარკვეული გლობალური წესრიგის ფარგლებში ეს ყველაფერი მართვადი ხდება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სადაც ეს საზოგადოება, ეს უფრო მართლმორწმუნე საზოგადოება ეწინააღმდეგება ამ წესრიგს. ანუ ეს სიმრავლეთ, თუნდაც იქამდეც კი მივიდა საზოგადოება, რომ ვერ ანსხვავებს, რომ რა მნიშვნელობა აქვს უმრავლესობას, ანუ უმცირესობას ჭეშმარიტების კუთხით. ხო, ადამიანს რატომღაც გონია, თუ ბევრია, აუცილებლად ეს ჭეშმარიტება იქნება. თუ ყველასათვის პოპულარულია რაღაცა თემა, საგანი ან პიროვნება ავტორიტეტულია, შესაბამისად ყველასთვის ავტორიტეტული და მისაღები უნდა იყოს. ეს ტენდენცია შეინიშნება ყველგან, ყველა მიმართულებით და ამაზე მსჯელობს ყველა ადამიანი ფაქტობრივად. ეხლა თუ დააკვირდებით ადამიანს ნებისმიერ საგანზე, იქნება სარწმუნოება, იქნება თავისუფლების განმარტება, იქნება რწმენაზე საუბარი, ამაზე მსჯელობა მიდის, მაგრამ ეს მსჯელობა თავისებურად ვითარდება, თავისებურად ვითარებს ამას იდეოლოგი, თავისებურად ვითარებს მოდერნისტი. ამ სწავლებას, ამ ახალი ინტერპრეტაციით, ან თავისებური ინტერპრეტაციით ღებულობს ადამიანები და შემდეგ ითავისებს. ჩვენ ხედავთ, რომ თანამედროვე მოდერნისტებმა ეკლესიაში თავიდანვე ასწავლეს არასწორი აზროვნება ზოგიერთ ადამიანს და ზოგიერთ მორწმუნეს რო ხედავთ, აი გულწრფელად ჯერა იმ სწავლების, რომელიც მან მიიღო, შეიძლება ეს უკვე მოდერნისტული იყოს, მაგრამ ის ამას არ იცვის. ანუ რაც უნდა ესაუბრო შემდეგ უკვე ამ ადამიანს, მას უკვე ეს გემოვნება მართლმადიდებლობის, მაგალითად ჩვენი რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემა არის, ფაქტობრივად გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია, თავისი აზრი ამა თუ იმ საგანზე და შესაბამისად ეს აცრა უკვე გაკეთებულია. ამიტომ რაიმე შეცვლა უკვე ფაქტობრივად რთულდება. ეს ძალიან ახასიათებს მოდერნისტებს. ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანი არ არის მორწმუნე, ან მინიმალური მარტივი მორწმუნეობის მიმართულებით მიდის, მარტივად ესმის ეს საგნები და სურს, რომ ეს მარტივი თემა იყოს მიღებული, აღიარებული და ამ მარტივს უბრალოდ ამ მარტივს და პრიმიტივს დაერქვას დიდი. მოდერნისტები სწორედ ამას აკეთებენ, ხედავენ, რომ აერთგვაროვნებენ ამ საზოგადოებას, ხედავენ, რომ ადამიანი ურწმუნო ან მცირედ მორწმუნეა, შენ მას უკვე დაარქვეს მორწმუნე, ჩვენ ხედავთ, რომ ის გძალავს კიდეც, არ განიკითხო, გეუბნება,
ადამიანი ბუნებრივია ჩვენ არ განკითხვა სათნოება და არ უნდა განვიკითხოთ ადამიანები, მაგრამ ამ თვალსაზრისით არ არის ნათქვამი. ზოგიერთი ადამიანი აგზელებს არაქრისტიანულ აზროვნებას, ერეტიკულ აზროვნებას ეკლესიაში, ან საერთოდ წარმართულ აზროვნებას და ასე შემდეგ და მისი მხილება არ შეიძლება. ჩვენ ხო არ ვიცით როდის შეინანებს ეს ადამიანი, ამას გეუბნება ფაქტობრივად მოდერნისტი. ნურაფერს ნუვეტყვით, ჩვენ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ამ დროს ეს არასწორი სწავლება ვითარდება და ეს ერთგვაროვნება ერისებში, ერთგვაროვნება არაქრისტიანულ სწავლებაში, ერთგვაროვნება არასწორ დამოკიდებულებაში. ეს ყველაფერი ყალიბდება ამ ადამიანებში, რადგანაც ეს მარტივი, პრიმიტიული, სწორად უნდა იყოს ეს გაგებული ქრისტიანული კუთხით, ეს პრიმიტიული ხდება ყველასათვის მისაღები და როგორც კი შენ ოდნავ განსხვავებულად საუბრობ, ანუ თავის სახელს არქმევ ამას ყველაფერს, მაშინ უკვე გაკიცხვის საგანი ხდები, მაშინ უკვე მდევნის საგანი ხდები და შესაბამისად შენს მიმართ იქნება ის ღონისძიებები ჭღალებში ჩატარებული, რომელიც ჩვეულებრივად ქრისტიანი უნდა ითმენდეს უპირობოდ. ეხლა ამ ახალ წესრიგში, სწორედ ამას აკეთებს ახალ წესრიგში. ეს ახალი წესრიგი, რომელიც ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს, სინამდვილეში უწესრიგობა, რომელიც არის, ის თავის სახელს ვერ არქმევს ვერაფერს. ამიტომ ამ ახალ წესრიგში ვითარდება ეს გაერთგვაროვნება ადამიანის, ხო? სწორედ აქ ხდება. როგორც კი, მაგრამ ჩვენ ხედავთ და ასევე ვიცით, რომ ჩვენს ირგვლივ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე სწორად თუ არასწორად ხდება, ყველაფერი ღვთის წინაშე ხდება. ანუ ღვთისამსჯავრო არსად არ წასულა, ღვთისამსჯავრო აქ არის და აქ არის ღვთაებრივი წესრიგი სწორედ. იქ სადაც არის ღვთისამსჯავრო. ღვთისამსჯავრო ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს. მაშინ, როდესაც ეს თანამედროვე წესრიგი, ეს ერთგვაროვნება, ეს არ არქმევს საკუთარ სახელს ყველაფერს. ანუ ამიტომაც გართულდა ეს განსხვავების პოვა. ამიტომაც ვეღარ ვამჩნევ, თუ ადამიანი მოვიდა, ამბობს მორწმუნეა, სინამდვილეში ურწმუნოა. ან რაიმე თითქოს მართლმადიდებლურ სწავლებას ამბობს, ხედავ, რომ არ არის არანაირად მართლმადიდებლური სწავლება ეს. რაც არ უნდა ამხილო, ის არ ღებულობს ამას და ერთგვარად ეს ყველაფერი ღებულობს რაღაც ინდიფერენტული კუთხით ვითარდება და რაღაცა არასერიოზულ სახეს ღებულობს. და ეს ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ხდება. ღვთაებრივი წესრიგი აყენებს ყველაფერს თავის ადგილზე, როგორც ჩვენ ვთქვით. ის თავის სახელს არქმევს და ადამიანს, მართლმადიდებელ ქრისტიანს მით უმეტეს არ უნდა ეშინოდეს ამის აღიარების, ამის თქმის. შეიძლება ამის გამო დევნილიც იყოს ქრისტიანი, მაგრამ ეს აუცილებელი პირობაა. ჩვენ ხედავთ, რომ მოდერნისტი სწორედ ესე აკეთებს, ის ამარტივებს ყველასაგანს, ასევე სათნოებებს არქმევს, სათნოებებს იყენებს თავის სასარგებლოდ. არა ისე, როგორც ეს საჭირო, არა ისე, როგორც ამას მართლმადიდებლური სარწმუნოება ასწავლის, არამედ თავის სასარგებლოდ. ჩვენ ხედავთ, რომ მათი საყვარელი სათნოებები ეგ არის სწორედ, გვიყვარდეს, უნდა მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს და არ უნდა განვიკითხოთ და ამასაც მიზანმიმართულად აკეთებს, იმისათვის, რომ მისი მხილება არ მოხდეს, სინამდვილეში არასწორი სწავლების მხილება არ მოხდეს. და რაც შეეხება ღვთაებრივ წესრიგს, აქ ღვთაებრივ წესრიგში ეს გაერთგვაროვნება არასდროს არ ხდებოდა. ღვთაებრივი წესრიგი, როდესაც არქმევდა საკუთარ სახელს ყველაფერს, აქ ბოროტებას ბოროტება ქვია, ცოდვას ცოდვა ქვია და ამის არ ეშინია ადამიანს, მართლმადიდებლს. ჩვენ ხედავთ, რომ ნეტარი ავგუსტინე ღვთაებრივ ქალაქს უწოდებს და ადამიანურ ქალაქს უწოდებს, ხო? და ამის შერევასაც ფაქტობრივად გამორიცხავს, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ წმინდა მამები ეკლესიის სწავლება პირდაპირ ანათემას გადასცემდნენ არასწორ სწავლებას და ამას ეძახოდნენ სწორ მიმართულება, ამას ეძახოდნენ სიყვარულს და ეს დღეს დაკარგულია. ანუ მაშინ, როდესაც შენ ამბობ რაღაცა სიმართლეს და გინდა გამოთქვა ეს ღვთის წინაშე დააყენო ეს საკითხი, მაშინ შენ ფაქტობრივად წესრიგის მომხრე ხდები, ღვთაებრივი წესრიგის მომხრე ხდები, მაგრამ ადამიანური წესრიგის მოწინააღმდეგე გამოდიხარ, შესაბამისად შენს მიმართ არ იქნება ლოიალური დამოკიდებულება და ესეც ნორმალური უნდა იყოს ქრისტიანებისთვის. ზოგადად ქრისტიანი ამაზე, როდესაც ფიქრობს, ამაზე ლაპარაკობს, ეს
გარემოება აუცილებლად უნდა იყოს მის გონებაში, რადგანაც სხვანაირად არ შეიძლება ეს განვითარდეს. მართლმადიდებელი, როდესაც ებრძვის ერეს, ეს არის ნორმა, ეს არ არის ერთგვაროვანი მიდგომა, რასაკვირველია, ეს არ უწყობს ხელს იმ მსოფლიო წესრიგს, მაგრამ ეს არის ის წესრიგი, ღვთაებრივი წესრიგი, რომელიც აუცილებელია, სხვანაირად არ შეიძლება იყოს. ეს ბრძოლა არის აუცილებელი, თუ მოდერნისტს არ ქმნ მის სახელს, რაც ის სინამდვილეში არის და ის არ არის მართლმადიდებელი, ხო? ანუ მისი სწავლება, რომელიც შხამით არის, ერეტიკული, წვალებლური და ზოგადად სატანისტურიც კი შხამით არის შერწყმული და შეერთებული, არ შეიძლება იყოს მართლმადიდებლური. ამას თავისი სახელი ერქმევა და ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ როდესაც ეკლესიის მამები, ეკლესიის სწავლება მკაცრად ამხელდა ერესებს, არაქრისტიანულ სწავლებას, ამ დროს ის გამოხატავდა სწორედ ღვთაებრივი წესრიგის თანდაყოლას. ამ დროს გამოხატავს ის სწორ დამოკიდებულებას. მოდერნისტისთვის არ არსებობს დაღუპვა ამ სიტყვის მართლმადიდებლური გაგებით. მოდერნისტი ერიდება სიტყვა ჯოჯოხეთს. თუმცა ღვთაებრივი წესრიგის მიხედვით სწორედ ეს არის, არსებობს ჯოჯოხეთი, არსებობს სამოთხე, ხო? აი ეს განსხვავებებია. მაგრამ მართლმადიდებელი არ მიდის ყველანაირ მშვიდობაზე, არ მიდის ყველანი ოღონდ რამე ცუდი არ მოხდეს, ოღონდ ბუნტი არ იყოს, ასე რომ ვთქვა და ყველაფერი ყველაფერს ინდიფერენტულად შევხედოთ, ჩავაწყნაროთ, დავამშვიდოთ. ესე არ უდგება მართლმადიდებელი. მართლმადიდებელი განასხვავებს ამაზე, როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი ამბობს, და ეს არის კარგი სამხელი ასევე მოდერნისტებისთვის. ისინი აირჩევენ რამოდენიმე სათნოებებსო და ან სახარები და რამოდენიმე ცნებას მხოლოდო და შესაბამისად და შემდეგ უკვე ვეღარ შერწყავენ ამას ერთად, ანუ ვეღარ აერთიანებენ და საერთო სწავლება აღარ გამოდის. ეს არის დიდი პრობლემა. ამას აკეთებენ მოდერნისტები გაერთგვაროვნების კუთხით. ისინი ყველაფერს გამოიგონებენ იმისთვის, რომ ადამიანს დაუყენონ ესა თუ ის საკითხი, სარწმუნოებრივი საკითხი, იმდენად მარტივად, რომ მას არ დაჭირდეს სხვა დოგმატური მიდგომებისადმი ლტოლვა, არ დაჭირდეს მისი გაგება. ეს მისთვის ყველაფერი ზედმეტია. რაც უფრო მოაშორებს ამ სირთულეს, რაც უფრო მოაშორებს იმ დაძაბულობას, ასე რომ ვთქვათ, მათი აზრი და მათი ტერმინოლოგიით სტრესებს, რომელიც აი თურმე მეორედ მოსვლა იქნება და ამის შესახებ არ შეიძლება ბევრი ლაპარაკი და ანუ ჭეშმარიტებას განარიდებენ სინამდვილეში ადამიანს და თავაზობენ იმ ერთგვაროვან სწავლებას, რომელიც საბოლოოდ იქნება ანტიქრისტიანული, ანტიქრისტეს სწავლება, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ ანტიქრისტეს პერიოდში ადამიანები სწორედ ესე იქნება, მორწმუნეებად მიიჩნევენ თავს, ყველა თითქოს მორწმუნე იქნება, მაგრამ არა ჭეშმარიტი ღმერთის და ქრისტეს თაყვანისმცემლები, არამედ ანტიქრისტეს თაყვანისმცემლები. ეს არის პრობლემა, რომელიც ჩანს ამ ერთგვაროვნებაში. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებულია ეს საკითხი ესე დააყენოს, არა იმიტომ, რომ ამაყია ან ამპარტავნებით აკეთოს ეს, არამედ ის ვალდებულია ღვთის წინაშე დააყენოს საკითხი ისე, როგორც ეს არის ეკლესიური სწავლების მიხედვით. ამ დროს რასაკვირველია ის არასასურველი პიროვნება ხდება. მართლმადიდებელი ამ შემთხვევაში მოდერნისტებს და მოდერნიზმისადმი მიდრეკილ ადამიანებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ამ დროს სტუდენტი თუ არის მართლმადიდებელი, მოსწავლე თუ არის, ისინი შეიძლება ბულინგის კუთხით იყვნენ დაჩაგრულები, შეიძლება სამსახურებში ადამიანებმა რაღაცა უსამართლო დამოკიდებულება გამოხატონ, ზოგჯერ ცილისწამება გამოხატონ, გარკვეული იგნორი გამოხატონ და ასე შემდეგ, მაგრამ ქრისტიანი არამც თუ ასეთ ბულინგებს და რაღაც შეურაცხყოფებს სიტყვებს მათ შორის იტანდა, არამედ სიკვდილზეც მიდიოდა და ამიტომ ეს ასე რომ ვთქვათ, თანამედროვე ქრისტიანისთვის უნდა იყოს ბუნებრივი და ერთგვარად აუცილებელი პირობა, სხვანაირად არ შეიძლება იყოს, რადგანაც რა მნიშვნელობა ახლა უმრავლესობა ეს იქნებიან, რამდენიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი უმრავლესობა, რომელიც სიცრუეს ამბობს და სიცრუეს ქადაგებს და
ცდილობს რომ გაგაჩერო შენ, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი იქნებიან, თუ ღმერთი შენსკენ არის და სწორედ ასე იქცეოდა ეკლესიის მამები, ასე იქცეოდა ეკლესიის ერთგული წევრები ყოველთვის და ჩვენც მათ ვინც არის მართლმადიდებელი, ეს მიბაძულობა, ეს მიდრეკილება უნდა შევინარჩუნოთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.